გადის შესასვლელი. პრობლემა. რაი მახსოვს ჩემი თავი ეგრეა. 20 ეხლა ვარ 74 წელს. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაკეთდა რა ვიცი. აი კანონს გაჭრიდან ხუმერე ტრაქტორითა და გავიდოდა მაგრამ ზამთარში მაინც ძალიან ძნელია. ხოლო წინააღმდეგობებს ვაწოდებით გაზის გაყვანაზე, რომ კი მოიწვიქნეს ბინები დაგვირეგისტრირდეს უფასოდ, მაგრამ ეხლა თუ არ გექნება ბინის ნახაზი 50 ლარი მჭირდება ერთ ბინაზე. მეორე ბინაზეც 50 ლარი, უბრალოდ ბიჭის შვილის ბინაზე და 50 ლარი და 50 ლარი 100 ლარი. მე არ მაქვს ვარ პენსიონერი და მეტი შემოსავალი 6 სულიანი ოჯახი ვართ უმუშევრები. არანაირი შემოსავალი, არანაირი დახმარება ჩვენ არ გვაქვს. მე თუ მაგალითად იმ პენსიით თქვილს ვიყიდი, კომუნალურ გადასახადს ვერ გადავიღე. დღესაც ეშინიათ იმისა, რომ ზოგის мама სკოლაში მუშაობს, ზოგის რკინიგზაში, ზოგის იქ და ფიზიკურად შემშინებულები არიან დამოკრებულები. თუ გამოვა სიტყვით დაფიქსირდება, ამას გამოუგდება სამსახურიდან, ანიმას. ერთ ოჯახში უბრალოდ შეუყვანა საჩუქარი გაუკეთა ოჯახს, რომელიც მანამდე ყავდა დაჩაგრული. თავიდან ბოლომდე შვილი დაუჭირეს, ტყილი ბრალდებით, ვიდრე ღვინო მოიპარა. მერე ჩამოვიდა ადვოკატი, დაათვალიერა სახლი, შესაძლებლობა რამდენი შესაძლებლობა ჰქონდა, ხო და ზუსტად იმდენი გადაახდებინეს საპროცესო გარიგებაზე და გამოაშვებინეს ის ბავშვი. ამბობენ, რომ უფასოდ შეუყვანეს გაზი. ის გაზის შეყვანა იმ ოჯახს დაუჯდა 12,000 ლარი.